გამარჯობათ, მე ვარ ლეილა და დღეს წერთ ერთ წუთიან ვიდეოს. სულ ვამბობ ამას, მაგრამ კიდე ახლად წვერ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ კუთხით, რომ ეხლა ვწერთ ასტროლოგიურ პროგნოზებს და როგორ უნდა მოусმინოთ ანუ თქვენს პროგნოზს. მოდი ამაზე ვთქვათ, ხო, კიდევ ერთხელ. მას შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა როგორც გითხარით და გთხოვთ, რომ გადახვიდეთ ჩემ YouTube არხზე, გამოიწერთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დააკომენტაროთ, დაალაიქოთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ასტროლოგიურ პროგნოზებს მეგობრებო მოусმინოთ პირველ რიგში მზის ნიშნით, ანუ რომელ თვეს დაიბადეთ იმის მიხედვით, მეორე ასცენდენტის, ეს უნდა გაარკვიოთ დაბადების საათის მიხედვით და მესამე მთვარის ნიშანს უსმენთ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი წლის სურათი შექმნათ და ზოგადად თვის, კვირის და ასე შემდეგ, დღის. და იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში ხართ, უსმენთ ის ხო იცვლება თქვენი ასცენდენტი, ხო? იგივე პრინციპით უსმენთ ისევე როგორც თქვენ პირად რუკაში იყო მანამდე მაგნიშნებს, ასევე უსმენთ ახალ ტრანზიტულად და ასევე ის გადაადგილების მარტივად ტერმინები რო არ გამოვიყენო, გადაადგილების დროს პირად რუკაში რაც ცვლილებები გაქვთ და ასცენდენტი და მთვარე სად ხდება, ასე ვთქვათ. და სოლარის მიხედვითაც მაინც 1-2 ვთქვათ, ხო? შესაბამისად ამისა აიმებს უსმენთ რა. მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენს პირად, როცა დაიბადეთ, როგორი რუკაც ხონათ მაგას.